მოგესალმებით, ეს არის Redline-ი, მე ვარ ბექა პატურაშვილი. დღეს ვისაუბრებთ სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე, როგორც ბოლო პროცესების, ბოლო დღეების პროცესებზე, ასევე მთლიანად უფრო დიდ სურათში შევხედავთ, მოკლედ რა ხდება სომხეთში, რა არის სომხეთის პოლიტიკის ახალი მიმართულებები, როგორც ცდილობს ის პოზიციონირებას რეგიონში და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ცდილობენ სომხეთში, რომ ჩახსნან ეტაპობრივად რუსული გავლენები, აი ამ პროცესებს ვადევნებთ თვალს, სწორედ აქვე ვიდრე სტუმარს წარმოადგენდა თემაზე გადავალ, უნდა ვახსენო რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით ქართულ მედიაში. სპეციალურად გადავახვიე სხვადასხვა არხებს შევხედე, მათ შორის ჩემ ყოფილ სამსახურს შევხედე, რუსთავი 2-ზე გუშინ საკვირაო გადაცემაში მიუძღვნეს დაახლოებით 10 წუთი დაუთმეს დაახლოებით +- 1 წუთი ალბათ აი ამ თემის გაშუქებას. ადგილზეც იყო ერევანში ჩასული რეპორტიორი და ძალიან ესე ბოლოს გაღიმებული დავრჩი, რომ არ მოგატყუოთ, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი იყო, რომ ჯერ ერთი headline-ებში ქართულ მედიაში, სამთავრობო მედიას გულისხმობ, გადის ესე ამბავი, რომ თითქოს ესე იგი ფაშინიანი უპირისპირდება ეკლესიას, ეს არის ძირითადი headline-ი, როგორც შუქდება ეს ამბავი. იქ საუბრობენ იმაზე, რომ გარკვეული სპეცოპერაციები ჩატარდა, ვიღაცები დააკავეს, ვიღაცები კიდევ შეიძლება დააკავონ, მაგრამ აი ამ ყველაფრის მიღმა მთავარი კონტექსტი არ ჩანს ხოლმე, მთავარი კონტექსტი კი გახლავთ ის, რომ სწორედ რუსეთის ინტერესების შეზღუდვაზე, ან თუ გნებავთ განდევნაზე არის აქ საუბარი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, აი ამ ეთერებში არაფრით არ ჩანს სამთავრობო მედიაში კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვა, არაფრით არ ჩანს საქართველოს პოზიციონირება აი ამ პროცესების პარალელურად, რაზეც მე ასევე მინდა დღეს ვისაუბრო ჩემ სტუმართან, ეს არის გიორგი ტუმასიანი, რომელიც არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ასევე საქართველოში სომხური სათემო პლატფორმის თავმჯდომარე გახლავთ. ნუ, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი, მოგესალმები პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ხარ, ცხადია, რომ რეგიონის მიმოხილვა და ნუ ჩვენ მით უმეტეს მეზობელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, შენი მოსაზრების მოსმენა საინტერესო იქნება ჩემთვის პირველ რიგში და დარწმუნებული ვარ ჩემ მაყურებლებისთვისაც, თუმცა ის ფაქტი, რომ თქვენ ბრძანდებით ეთნიკურად სომეხი და თქვენ ასევე ხელმძღვანელობთ იმ პლატფორმას, რომელიც არის ერთგვარი დიასპორული ორგანიზაცია, ხო? სათემო ორგანიზაცია. განსაკუთრებით აი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ თქვენ ცხადია უკეთესად იცნობთ შიგნით სიტუაციას, იცნობთ საზოგადოების განწყობებს, პოლიტიკურად რა ხდება, როგორ მომწიფდა ეს პროცესები, რა არის ბექგრაუნდი და რა პერსპექტივა არსებობს. ხო, ნუ მოკლედ, ვიდრე დავიწყებთ უშუალოდ გადავალთ კითხვებზე, გთხოვთ, პატარა ჩანართს გავაკეთებ, გამოიწერეთ ჩვენი არხი თუ არ ხართ გამოწერები, დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, დაგვიჭირეთ მხარე ერთ სიტყვით და იაქტიურეთ, არ არის რთული, დალაიქეთ ასევე ვიდეოთ მოგეწონებათ. კარგი, დავიწყოთ, გიორგი. ჩვენ საუბრობთ, ნუ პირველ რიგში ეგრევე მთავარ თემაზე წავიდეთ, რაზეც მუშაობს აი ეს ყველაფერი, რაც მე აღვნიშნე, მედიაში როგორ შუქდება ეს ამბავი, რატომღაც ხდება ასე წარმოჩენა ამბის, რომ ფაშინიანმა ერთ დღესაც გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ ეკლესიაში უნდა შევარდეს. რა ხდება რეალურად აი ამ მიმართულებით, რატომ მოექცა ყურადღების ცენტრში ეკლესია და შემდეგ გავყვეთ. კეთილი, მოგესალმებით, ძალიან საინტერესო და მრავალი მიმართულების მქონე თემა არის. სინამდვილეში უნდა დავიწყოთ ალბათ თვითონ რევოლუციის პროცესიდან, მაგრამ რეალურად საერთოდ გარეგინ მეორე, ანუ კატრიჩნერსიანი როგორ გახდა კათოლიკოსი, მანდედან უნდა დავიწყოთ. და ის გახდა 1999 წელს, იმ დღეს, როცა სომხეთის პარლამენტში მოხდა ტერორისტული აქტი და მოკლეს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთელი პრაქტიკულად ელიტა სომხეთის. ეს ხალხი იყვნენ გამარჯვებული მთიანი ყარაბაღის ომში, კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი, ესე იგი, ვაზგენ სარქსიანი, რომელიც მოკლეს მანდ და მაგის შემდეგ ხდება რობერტ ქოჩარიანი პრეზიდენტი და ხდება სომხეთის რუსეთის ნაწილად, გუბერნიად გადაქცევა, ანუ ის გამარჯვება, რომლის შედეგადაც სუვერენულობა სომხეთმა მოიპოვა, ეს გამარჯვება
ჩაბარდა, სუვერენულობა ჩაბარდა ჯერ მთლიანად რუსეთს და ამავდროულად მოხდა ეს სპეცოპერაცია, არის ახლა ვარაუდი მათ შორის იმაზე თუ მის წინა ანუ სანამ გარეგინ მეორე იქნებოდა მის წინ მყოფი კათოლიკოსი გარეგინ პირველი რა ვითარებაში გარდაიცვალა, ეგ ჯერ კიდევ რჩება, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში ეგ საკითხი, არსებობს ეჭვები მაგასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი არის, რომ გარეგინ მეორე იკავებს კტრიჩ ნერსისიანი, მე ხშირად გამოვიყენებ ხოლმე მის სახელს და გვარს და დავიმახსოვროთ როგორ ჟღერს, იმიტომ რომ დღეს ეს არის აქტუალური ფორმა მისთვის მიმართვის. საუბარი იმაზე არის, რომ რეალურად იმ მომენტიდან ხდება სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია რუსეთის მიერ და ამავდროულად რელიგიური სისტემის უზურპაცია. სახელმწიფო სისტემის გათავისუფლება შესაძლებელი ხდება 2018 წელს რევოლუციის შედეგად სომხეთში, რომლის ლიდერი იყო ფაშინიანი. თუმცა იმ დროს ფაშინიანმა მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო პარალელურად პროცესი ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი, აი პარალელურად რევოლუციისა და ფაშინიანს სჭირდებოდა მხოლოდ დასტურის თქმა, რომ კი ამას ვეთანხმები და 2018-შივე შეიძლებოდა პატრიარქი ისეთი ნდობა იყო ფაშინიანისადმი და ისეთი წინააღმდეგობა იყო კონკრეტულად კტრიჩ ნერსისიანისადმი და მისი სისტემისადმი. თუმცა მან ეს არ გააკეთა. მე პირადად ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, იმ დროსაც ვთვლიდი ამას და მათ შორის ვცდილობდი ამეხსნა, თუმცა იმ დროს აირჩიეს სტრატეგია რუსეთთან ურთიერთობის არ დაძაბვის და დატოვეს სისტემა, რუსული სისტემა. ბოდიში აი პატარა კითხვას აქვე ჩავრთავ. რატომ არ მიიღო ეგ გადაწყვეტილება, ანუ თქვენი აზრით, ხო? ანუ ეგ იყო რაღაც ის მომენტი ხომ არ იყო, რომ აი შიგნით რაღაცა ეკლესიის უკმაყოფილება არ გამოეწვია ნაწილობრივ, ანუ ნაწილობრივ გულისხმობ და მრევლის როგორც პოლიტიკოს, თუ ეს იყო რუსეთის იმ დროს იმდენად დიდი რეიტინგი ჰქონდა, ანუ საუბარია პრაქტიკულად ანუ სრულ მხარდაჭერას საზოგადოებაში. ამიტომ ვახსენე ნაწილობრივ, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდა ეს რომ გაეკეთებინა. პრობლემა სხვა მიმართულებით იყო, რომ მან იმ დროს დატოვა მათ შორის მაგალითად სუსის ხელმძღვანელად დანიშნა სუსის ხელმძღვანელის მოადგილე. ართურ ვანეციანი, რომელიც დღეს არის ოპოზიციაში, ოპოზიციის ლიდერი. ან წარმოიდგინეთ, დღეს ართურ ვანეციანი არის იმ სერჟ სარქისიანთან და რობერტ ქოჩარიანთან ერთად ფაშინიანის წინააღმდეგ, მაგრამ ართურ ვანეციანი იყო ის პიროვნება, რომელიც დაინიშნა სუსის ხელმძღვანელად რევოლუციის შემდეგ ფაშინიანის მიერ. შესაბამისად, მთელი სახელმწიფო უსაფრთხოება ჩაბარდა ამ ადამიანს, რომელსაც უნდა ქონოდა პრაქტიკულად ნეიტრალური პოზიციები და ჩვენ ხვდებით იმას, იმ დროსაც უკვე გასაგები იყო, რომ ის ფსბ-სთან ჯერ იქ სწავლობდა და მჭიდრო კავშირების მქონია. ფაშინიანის გადაწყვეტილება იყო, რომ არ შეეცვალა საგარეო პოლიტიკური ვექტორი და ეს თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი, რომ ეს რევოლუცია არის სოციალურ-ეკონომიკური ტიპის რევოლუცია. საქმე იმაში არის, რომ რუსეთი მაინც არ დაკმაყოფილდა ამით, ანუ იმით, რომ სომხეთს რაღაცა დოზით გააჩნია სუვერენიტეტი თუნდაც და ჩვენ ვნახეთ მეორე ყარაბაღის ომი, რომელიც ცხადია აზერბაიჯანი იყო პირველი დაინტერესებული მაგაში, მაგრამ რუსეთის სრული მხარდაჭერა იყო მერე უკვე მშვიდობის ყოფილების ეტაპზეც, როცა რუსეთმა ჩააბარა პრაქტიკულად და ხელი შეუწყო ეთნიკურ წმენდას, არაფერი არ გააკეთა, მისი ვალდებულებები არ შეასრულა, მოკლედ ამის შედეგად მხოლოდ სომხეთი ცვლის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. კაი, მანდ ვინდრე მივალთ პატრიარქზე საუბრობდი და პრინციპში მე მგონი აი ამ კითხვით ცოტა წავედით. შესავალი გამოდის იმ კუთხით, რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის შემდეგ უკვე, როცა ეს უკვე იძულებით მოხდა სომხეთში, რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს სომხეთში თავისი გავლენა და რადგანაც დღეს საქართველოში გააჩნია სრული კონტროლი რეალურად ერთადერთი სერიოზული პრობლემა რეგიონში კავკასიის დემოკრატიული ერთადერთი სახელმწიფო დღეს არის სომხეთი. შესაბამისად მას სჭირდება ფაშინიანის შეცვლა. დღის წესრიგში დადგა ყველა რესურსის გამოყენება. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ სომხეთის საკითხის კურატორად დაინიშნა ცნობილი კირიენკო, რომელიც აქამდე იყო აფხაზეთის ჭყალებში კურატორი და აფხაზეთში ეგრეთ წოდებული არჩევნები რომ გაიმართა და რუსეთის სასარგებლო კანდიდატმა გაიმარჯვა ჭყალებში, ესე იგი კირიენკოს
ჩართულობით ეგ იყო. კირიენკო სწორედ ამ ჰიბრიდული ომის მექანიზმზე არის პასუხისგებელი და სომხეთზე ახლა გადავიდა, სადაც დაიწყო უკვე პირველი ელემენტები, კონკრეტულად კი შარშან მაგალითად პირველად მანამდე იყო მცდელობები ოპოზიციის მიერ, როგორც გითხარით, რობერტ ქოჩარიანის, სერჟ სარქსიანის, ართურ ვანეციანის და დაშნაკ ცუცუნის მიერ ეს პარტია არის. 4 პარტია, 4 ძალა გამოდის. მცდელობები რომ შეეცვალათ პოლიტიკური ველი ან გაიკეთებინათ რაღაცა ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ეს რადგანაც ჩაიშალა პრინციპში შარშან, როცა აზერბაიჯანთან იყო საზღვრის დემარკაციაზე უკვე პროცესი, ერთ-ერთი მთავარ ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ტავუშის რეგიონის, ანუ ერთი რეგიონის სასულიერო იერარქი, ხელმძღვანელი, ერთვება პირდაპირ პოლიტიკაში, აცხადებს, რომ ეს დემარკაცია სომხეთის მიწების ჩაბარებას გულისხმობს, რაშიც იტყუება, იმიტომ რომ რეალურად იქ დემარკაცია და დელიმიტაცია მიმდინარეობს საბჭოთა საზღვრების მიხედვით და იმ მონაკვეთში მოხდა. იტყუებოდა, რომ ეკლესიას გადასცემენ, რომელიც სოფელში საზღვართან მდებარეობს, მაგრამ არ გადასცეს საბოლოო ჯამში. ცდილობდა ხალხის მობილიზებას და რევოლუციური ტალღის აგორებას. ეს მას არ გამოუვიდა, ამ ბრძოლას დაარქვეს წმინდა ბრძოლა და თვითონ ამას უძღვებოდა სასულიერო პირის ტანისამოსით, ესე იგი ჯვარი ჰქონდა, როგორც სასულიერო პირი პოზიციონირებდა, სტატუსი ჰქონდა ბჭყალებში დროებით შეჩერებული სპეციალურად კტრიჩ ნერსისიანის გარეგინ მეორეს მიერ. თუმცა არ იყო ეკლესიიდან გამოსული. პირიქით, პრაქტიკულად თვითონაც ამბობდა, რომ ლოცვა კურთხევა მიიღო საერთოდ ამ პროცესზე. ანუ ირიბი მხარდაჭერა, რომელიც რეალურად პირდაპირიც კი იყო. რადგანაც ეს პროცესი არ გამოვიდა, ეს რევოლუციური პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ქრისტიანული მოსახლეობა არის აბსოლუტური უმრავლესობა კი არა, თითქმის ყველა და რეალურად აქედან გამომდინარე ჰქონდათ იმედი, რომ რელიგიური ფაქტორი იმუშავებს, რადგან ამან ვერ იმუშავა, უკვე ეხლა იყვნენ გადასული ბოლო თვეების განმავლობაში, მე ვიტყვი და განსაკუთრებით საქართველოში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, გადასული იმაზე, რომ როგორმე მაინც 2026 წელს ივნისში არის არჩევნები. არჩევნებამდე როგორმე ძალით შეცვალონ ხელისუფლება და ამისთვის ახლა მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალების პროექტი. კარგი, გიორგი, მოდი გითხარი ამ გადატრიალების პროექტზე, როგორც შენ ამბობ და ასევე, თანდათან ცხადია წავალთ კიდევ ერთ-ერთი მოქმედი პირის მისამართით, კარაპეტიანზე მაქვს საუბარი. მოდი ვისაუბროთ აი ამ ოპერაციებზე, ეხლა რომელიც ჩატარდა, დაკავებულებზე, ვინ არიან დაკავებულები, შესაძლოა ჩვენმა მაყურებელებმა არ იციან ასე ზედმიწევნით რა და როგორ მოხდა. თუ შეიძლება რომ მოგვიყვე და რაც მთავარია, რამდენად სარწმუნო მტკიცებულებები არსებობს იმის, რომ ხო, რეალურად მზადდებოდა გადატრიალება. აი ეს რამდენად თვალსაჩინოდ ჩანს თქვენთვის. კი ბატონო. ამ ეტაპზე რაც საჯაროდ ცნობილი არის, დაკავებულია პრაქტიკულად 15 პირი. ერთ-ერთი მათგანი არის რამდენად ვიცით, იმიტომ რომ საქმე არ არის დასრულებული ჯერ, მიმდინარეობს ყველაფერი, ეხლა დაიწყო შეიძლება ითქვას საერთოდ, რამდენიმე დღის წინ. ერთ-ერთი არის მაღალი სამხედრო თანამდებობის მქონე პირი, გენერალი, როგორც ვიცით, ორი იქედან არის მთავარ ეპისკოპოსი, დანარჩენები არიან დაშნაკ ცუცუნის და წევრები და აი ამ წმინდა ბრძოლის სისტემის წევრები. არის გასაჯაროებული მრავალი ფარული ჩანაწერი, რომელთა ავტენტურობა დადასტურებულია პრინციპში, თუმცა სასამართლო პროცესები იქნება, ამიტომ პრეზუმპციას არავის არ ვარღვევთ, მაგრამ ეს მონაცემები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის მიერ წარდგენილია და პრინციპში ისეთი არის, რომ საკმაოდ სანდო არის და ეჭქვეშ არ დგება. პრინციპში ეს ბაგრატ გალსტანიანი საჯაროდაც ამბობდა დაახლოებით იგივეს, რომ ჩვენ უნდა ასეთი მოქმედებები განვახორციელოთ, უბრალოდ არა ასეთ დეტალებში და დეტალები რას გულისხმობს? აპირებდნენ 200 ჯგუფის შექმნას 20 კაციანის შეიარაღებულის, ამოღებულია დიდი რაოდენობის იარაღი, ამოღებულია დრონები, რომლის გამოყენებასაც აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების დროს, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის ინვენტარი, რომლის მიზანი იყო და ამაზე საუბარიც არის ჩანაწერებში, რომ უნდა მომხდარიყო ელექტროენერგიის გათიშვა ქვეყანაში, ინტერნეტის გათიშვა ქვეყანაში, ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება, უნდა მომხდარიყო მასიური, ესე იგი, ცენტრში, სადაც სამთავრობო კვარტალი არის, ძარცვა
არეულობა და შეჭრა მთავრობის შენობაში აი ამ ჯგუფების მიერ. და ეს ყველაფერი ამის მტკიცებულებები არის, მათ შორის არის საბუთები, სადაც იქვე წერია შემადგენლობა მომავალი მთავრობის, ანუ უკვე მუშაობდნენ იმაზე, რომ ფურცელზე დაწერილი გეგმა არსებობდა. კი, ანუ მათ ჰქონდათ, ეხლა კიდევ ერთხელ ეს არის, რაც საჯაროდ მოპოვებული მონაცემები არის და იმის შემდეგ რა შეიჭრნენ მათთან. ერთდროულად გაიმართა მასშტაბური სპეცოპერაცია სხვადასხვა პირის საკუთრებაში და ამის შემდეგაც ამოღებულია ეს მტკიცებულებები, ამავდროულად დაკავებული არის სამվել კარაპეტიანი, რომელიც არის რუსი ოლიგარქი, 3.2 მილიარდი დოლარი გააჩნია, რუსეთში იშოვა, პრინციპში რუსეთში ცხოვრობს, თუმცა სომხეთშიც ცხოვრობს. ეკლესიის ბჭყალებში ქველმოქმედი არის, ეს ბრენდინგი ცნობილი არის პრინციპში. ხო, მაგაზე მივალთ, კი. დიახ. სპეცოპერაციის ნაწილი ამოვწუროთ და შემდეგ კითხვა სწორედ კარაპეტიანთან დაკავშირებით დაგისვამ. ანუ ახსენეთ ჩანაწერები, ანუ აუდიო ჩანაწერებიც არსებობს, თქვათ სატელეფონო ჩანაწერები, ამაზე არის საუბარი თუ არა, იმიტომ რომ ეგ მნიშვნელოვანი ფარული ჩანაწერები არის, ფარული ჩანაწერები. აუდიო, ფარული ჩანაწერები არის საათობით. კი ბატონო. ხო, ანუ ეს ერთ სიტყვით ეს საქმე სოლიდურად გამოიყურება. იცი რატომ სვამამდე კითხვას? ხო, ნუ ალბათ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რა. გამოცდილებაში არაფერი არ არის. ანუ საქართველოში არსებული ანუ არა ბევრი საქმე და არც ერთი მტკიცებულება არ გვინახავს და არც ერთი ხო მაგას ვამბობ რა რომ ხშირად ისმის ეს თემა გადატრიალება და მე ანუ ჩემთვის ეს აბსოლუტურად გასაგებია თუმცა სწორედ ამის დემონსტრირებას ვცდილობ რა თუ არის საუბარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე და რაღაცა ესეთი დიდი საქმე არის, იქ უნდა არსებობდეს პირდაპირ მტკიცებულებები. ამიტომ დავინტერესდი იქ რა ხდება თქო რა. მადლობა გიორგი, მოდი გადავიდეთ ახლა როგორც შენ ახსენე ერთ-ერთ ეთერში, რაც მე მოვისმინე, ბიძინა ივანიშვილი 2-ის პროექტზე. დიახ. ბიძინა ივანიშვილი 2, რატომ წამოვიდა ეს შესატყვისი, ასე ვთქვათ, ამ პარალელი კარაპეტიანის შემთხვევაში. და ვინ არის კიდევ კარგად მოგვიყევი, ვიცი რომ ტაშირ ჯგუფი და მილიარდერია და Forbes-ი და 4 მილიარდი თუ არ ვცდები და 3.2 ხო, ანუ როგორ შემოდის კარაპეტიანი, რა ნაბიჯებით შემოდის სომხურ პოლიტიკაში და რა თანმიმდევრობა აქვს მაგ ყველაფერს. რეალურად 10 დღე არის ალბათ, რაც შემოვიდა პოლიტიკაში, ანუ ახლახანს ჩამოვიდა სომხეთში, თუმცა არ ვიცი ცხოვრობს თუ არა, დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, რუსეთში არის ხოლმე და სომხეთში რეალურად როგორც ვიცით და მივიდა ეკლესიაში, შეხვდა კატრიჩნერსიანს, გარეგინ მეორეს და გამოუცხადა მას მხარდაჭერა და თქვა, რომ ეს პატარა ბანდა, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება, ჩვენ მათ სხვანაირად მოვუგვარებთ ამ ამბავს მოკლედ. დაემუქრა რაღაც უცნაური ფრაზით და ამავდროულად ჩვენ საქმის მტკიცებულებებიდან ვიცით, რომ სამվել კარაპეტიანის ფლობელობაში არსებული ენერგოსისტემა, სომხეთის მთელი ენერგოსისტემა, მისი გამოყენება იგეგმებოდა დენის გათიშვის მიზნით მთელ ქვეყანაში, ესე იგი, სახელმწიფო გადატრიალების დროს, ანუ blackout-ისთვის. შესაბამისად, გაჩნდა კონკრეტული ეჭვი, რომ მისი ეს განცხადება, რომელიც სხვანაირად მოგვარებას გულისხმობს, მისი პოლიტიკაში ჩართვა, რომელიც ყველამ ვიცით, სომხური საზოგადოება საკმაოდ პატარა არის და ყველამ გვაქვს გარკვეული ინფორმაცია მის ოჯახზე, მისი ოჯახის ხედვებზე და ვიცით, რომ მას არ სურდა პოლიტიკაში ჩარევა ნამდვილად და იძულებული გახადა რუსეთმა. იმიტომ რომ რუსი ოლიგარქი არის ვალდებული რუსეთის წინაშე. ანუ შედი ქალო ბუტკაში ანეკდოტი გამახსენდა ბიძინა ივანიშვილმა რომ მოყვა არ მინდოდა მაგრამ შემოვედიო. ბიძინა პოლიტიკაში და ეხლა შედი სამվել პოლიტიკაში, იმიტომ რომ პოლიტიკაში შევიდა ეგრევე დაიჭირეს, რატომ? შეიძლება ეს არ არის ბოლო ინსტანციის დემოკრატია, მე ამაში გეთახმებით, მაგრამ სხვა გზა ეხლა არ იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ დემოკრატიანობას ამ შემთხვევაში დემოკრატია მოიტანდა იმ შედეგებს ეხლა რა შედეგებიც დაახლოებით 2012-ში დადგა, როცა დემოკრატია არ არის რომ ამბობ რას გულისხმობ, ანუ თუ ეჭმიტანილი იყო და რაღაც მტკიცებულებები არსებობდა და დააკავეს, ცხადია რომ ანუ ყველა სისტემაში ეგრე ხდება და ანუ რამე ვთქვათ სხვანაირად იფუთება, კიდე ეგ ამბავი სხვანაირად. აქ ახლა ჩანს აშკარად პოლიტიკური მოტივი. შესაბამისად პოლიტიკური მოტივი ნამდვილად ჩანს. და არის კიდევაც ამას არის რა თქმა უნდა. თუმცა მეორე საკითხი არის, რამდენად ეს გამართლებული არის.
ანუ რა მიზანს ემსახურება. ერთია რომ მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ ჩვენ ხო მომავალ დროზე საუბრობთ, რომ ეს უნდა გაეკეთებინა. შესაბამისად, ასე თქვა, დანაშაული იმ შემთხვევაში თუ იგი არ აღიკვეთება და შემდეგ ამას დენი არ გაუთიშავს ჯერ. კი. შესაბამისად ვერ მოხდება. ხო, შესაბამისად საუბარი იმაზე რომ ესაც მტკიცებულება თუ პირდაპირ ბმა და თუნდაც ჩანაწერი არსებობს, სადაც ადამიანი ამბობს, რომ აი ამ კაცის კომპანიის მეშვეობით მოხდებოდა ქვეყანაში დენის გათიშვა მაშინ როცა ესა და ეს პროცესი იქნებოდა ეს უკვე ამ მტკიცებულებები არის დაჭერილი, თუმცა ბევრი ადამიანი თვლის რომ ეს არის პოლიტიკური, პრინციპში მე არ შემიძლია ვთქვა რომ ეს ნამდვილად პოლიტიკიდან გამიჯნული პროცესი არის. აი ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ის რომ სამართალდამცავებმა თავისით გადაწყვიტეს ეს პროცესი, ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სამართალდამცავებმა ეს გაითვალისწინეს გლობალური კონტექსტიდან და გლობალური კონტექსტი რა არის? საგარეო გეოპოლიტიკური ფაქტორი. ანუ კონკრეტული ქვეყანა აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას. შესაბამისად, შენ ამ შემთხვევაში მიდიხარ მაგალითად ფაშინიანი ახლა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ენერგოსისტემის ნაციონალიზაცია. ესეც არ არის ბოლომდე დემოკრატიული ნაბიჯი, იმიტომ რომ ტექნიკურად მისი საკუთრებაა, მაგრამ რა პირობებში გახდა მისი საკუთრება? წინა ხელისუფლების დროს, როდესაც რუსეთს მიეყიდა პრაქტიკულად ეს ენერგოსისტემა ოღონდ ოლიგარქს მის მეშვეობით, შესაბამისად ფაშინიანის ეს მკაცრი ხელი ამ შემთხვევაში სომხური საზოგადოებისთვის მისაღები არის და ეს არის რომ ეს არის მკაცრი დემოკრატია შეიძლება ითქვას ამ პირობებში, რომელიც გამართლებულია. კი ბატონო, საზოგადოების განწყობებზე აუცილებლად ვისაუბრებ. კარაპეტიანზე მინდა რომ კიდე გავაგრძელოთ საუბარი. თქვენ თქვით რომ 10 დღეა რაც ასე აქტიურად გამოჩნდა აი ამ ცნობილი განცხადებებით და პირდაპირ მოწოდებებით, მაგრამ მოდი ვისაუბროთ ბექგრაუნდზე. ანუ პოლიტიკაში ყოფნა განაცხადს ხომ არ გულისხმობს მარტო რატომ ეს შედარება, ამიტომაც დავსი პირველი კითხვა, რატომ ბიძინა ივანიშვილთან პარალელი, ხო? ანუ რაღაცა ეს ქველმოქმედის იმიჯი თქვათ რამდენად იყო მის შემთხვევაში ინციდენტური და ხო ანუ რას აკეთებდა მანამდე ვიდრე აქტიურად ჩაერთვებოდა. ანუ შიგნით თქვენ ხედავთ მაგის საფუძველს რომ მზადდებოდა ის როგორც პროექტი თუ არა? კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლაც საუბარია იმაზე რომ შეიძლება ლიდერი იყოს, იმიტომ რომ ლიდერს ეძებენ, ვერ იპოვეს ლიდერი. წინა ხელისუფლება რომ ვერ ახერხებს გახდეს ლიდერი, გულისხმობ რობერტ ქოჩარიანის უნდა და ქოჩარიანს ძალიან აქტიურად, სერჟ-სარქისიანს აღარ, მაგრამ ქოჩარიანს უნდა და აღდგენა ვერ შეძლო, ვანეციანი ცდილობს არ გამოსდის, დაშნაკ ცუცუნიდან პრინციპში არ გამოსდის არავის, გამოკვეთილი ესეთი ლიდერი არ ყავთ და პრაქტიკულად ბოლო პერიოდში განეხილებოდა რომ ხომ არ წარმოადგინოთ კატრიჩ ნერსისიანი, ანუ გარეგინ მეორე პრემიერ-მინისტრად. და კი. და განეხილებოდა უკვე სამվել კარაპეტიანი მაგალითად. და სამվել კარაპეტიანი აქამდე იყო ქველმოქმედი ეკლესიის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვისი და რისი ქველმოქმედი. იქ ბევრი საკითხი არის. ეხლა ირკვევა რომ კორუფციის უზარმაზარი საშუალება იყო ეს რუსეთში სომხურ ეკლესიას ხელმძღვანელობს კატრიჩ ნერსისიანის ძმა. შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი ეპარქია არის სწორედ რუსეთში, იმიტომ რომ უზარმაზარი რაოდენობის სომეხი ცხოვრობს 2-3 მილიონი დაახლოებით და არის ძალიან მდიდარი ეპარქია, ანუ აქედან გამომდინარე გავლენიანი ბიზნესზეც და ასე შემდეგ და აი საუბარია იმაზე რომ მისი ძმა პირდაპირ უშუალო კავშირში არის ამ სამվել კარაპეტიანთან, ძალიან ახლო კავშირში, მათ შორის ფსბ-სთან სხვადასხვა კომუნიკაციის მხრივ, ანუ ერთმანეთს ეხმარებოდნენ ხოლმე, როცა რაღაცა ერთმანეთს ჭირდა და უშუალოდ სამվել კარაპეტიანს რამე რო ჭირდებოდა, ეხმარებოდა იეზრასი, ანუ მისი ძმა ამ პროცესში ფსბ-სთან. მე როგორც დავიკითხე ერთ-ერთ სტატიაში, მისი ძმა პოლიტიკაში იყო. დეპუტატი იყო თუ მისი ძმა იყო პრემიერ-მინისტრი. მისი ძმა იყო პრემიერ-მინისტრი. კი, რამდენად ვიცი ეს მისი ძმა არის კარენ კარაპეტიანი, თუმცა ერთდროულად არ გამოჩენილან, მაგრამ როგორც ვიცი, მისი ძმა არის და იყო პრემიერ-მინისტრი, როცა აი რევოლუცია მოხდა, იმ დროს გადადგა და სერჟ-სარქისიანი გახდა პრემიერ-მინისტრი. მოკლედ ეს ტექნიკური პროცესი, მაგრამ მისი ძმა ეხლა არ ჩანს და სავარაუდოდ არც გამოჩნდება. მასზე არის საუბარი, იმიტომ რომ მას ჰქონდა ეს სუფთა იმიჯი, ანუ არანაირად შელახული იმიჯი არაფრით არ ჰქონდა, ამით გვაგონებს ბიძინა ივანიშვილს, მას ჰქონდა მილიარდები და შესაბამისად ეს შესაძლებლობა რომ ბევრი რესურსი ჩადოს, ქველმოქმედის იმიჯი ეს ქველმოქმედება რამდენი ხნით ადრე იწყება?
ძალიან დიდი ხნით ადრე, არ ვიცი, 10 შეიძლება 10 წლეულები ამით არის დაკავებული. პრინციპში ეკლესიასთან, აი რაც კოტრიჩ ნერსიანი 25 წელია ნერსისიანი ხელმძღვანელობს ეკლესიას, დაახლოებით მაგდენი ის სტაბილურად რა დოზით, ეგ უკვე სხვა საკითხი, ანუ მას ეკლესიამ შეუქმნა ეს იმიჯი. ანუ ეს იმიჯი აქტიურია ამას გულისხმობს. ახლა იქ რამდენს ხარჯავს მართლა? აქტიური რამდენია ეს, რამდენი ხანია თქო, ეგ გულისხმობს, როგორც პოზიციონირებს, როგორც ქველმოქმედი. საკმაოდ დიდი ხანი, ანუ დრო ქონდა იმისთვის, რომ ეს კარგად ასე ვთქვათ, საზოგადოების კი, ძალიან გასებში გასულიყო ეს. მე ვერ ვხედავ არსებით განსხვავებას გულწრფელად რო გითხრათ და მე ვიცი რომ კარაპეტიანს ჰქონდა პრობლემა, იმიტომ რომ საფრანგეთში ერთი ქონება აქვს და აქვს დაყადაღებული მთლიანად. ქონება აქვს რუსეთში და დაემუქრნენ რეალურად რომ ყველაფერს წაგართმევთ თუ ამ ნაბიჯზე არ წახვალ და მათ შორის საფრთხეს შეგიქმნით ფიზიკურს და წავიდა სომხეთში და ის გააკეთა და ეხლა ციხეში არის ორთვიან წინასწარ პატიმრობაში და რამდენი ხანი იქნება არ ვიცი და მთელ ქონებას ეხლა ჩამოართმევენ. ანუ რეალურად ჩვენ ხედავთ რომ მას კი გააჩნდა მილიარდები, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს მილიარდები თვლად მისთვის კომფორტული ცხოვრების მოწყობისთვის არ გამოადგება. იმიტომ რომ რუსეთი რაღაცას ითხოვს, რაზეც თუ წახვალ პრობლემა შეგექმნება და თუ არ წახვალ პრობლემა შეგექმნება. კი ბატონო. და ეს ძალიან საინტერესო პარალელია ალბათ ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებით რეალურად, თუ იგივე ლოგიკა ვრცელდება ამაზე, გამოდის რომ ბიძინა ივანიშვილს ერთდროულად რაზეც მიდის ბიძინა ივანიშვილი, ამას თავისთვის პრობლემებს უქმნის, მაგრამ თუ ამაზე არ წავა, ასევე პრობლემები შეუქმნის რუსეთთან და ასე რომ შეიძლება იყოს აი ამ იძულებულ ვითარებაში, ჩიხში, რომელშიც შეყვანილია იმიტომ რომ მილიარდები მას აშოვნინეს პირდაპირ ვთქვათ რუსეთში და ეს მისი ვალდებულებების შედეგი არის და ეს არ არის ილონ მასკის მსგავსი მილიარდები რომელიც რასაც უნდა იმას აკეთებს პირობითად ანუ დასავლეთში მილიარდერები რაც არიან. კი, როცა რუსეთში გამდიდრებულ მილიარდერებზე ვსაუბრობთ ხოლმე, სულ მახსენდება სხვა შორის Netflix აქვს ძალიან კარგი დოკუმენტური სერიალი გაკეთებული Turning Point ქვია. და იქ არის ერთი სერია სწორედ მიძღვნილი პუტინის რუსეთზე და არის იქ ძალიან დიდი დრო ეთმობა აი ამის განმარტებას როგორ ექცეოდნენ იქ მილიარდერებს და რა პირობით ხდებოდნენ ან სად გაქრა ის ხალხი ვინც არ დაემორჩილა პოლიტიკურ მოთხოვნებს და ვინც არ დაემორჩილა პოლიტიკურ მოთხოვნებს იქიდან ვერავინ ვერ გადარჩა ყველას ან გაქცევა მოუწია ან ციხეში ჩასვეს ამის არაერთი დიდი მაგალითი არსებობს. კაი ეს თემა სხვაგან წაგვიყვანს და მოდი შემდეგ ნაწილზე გადავიდეთ, მინდა რომ ორად გავყო თემა. ერთი ვისაუბროთ რუსეთის ჩარევის პრაქტიკაზე სომხეთში, ანუ როგორ რამდენად მძლავრი ხელი არსებობს და არსებობდა თუნდაც აი ამ ბოლო პერიოდის თუ მანამდე რა პრაქტიკა არის, როდესაც ვსაუბრობთ FSB-ზე, აგენტებზე, ეკლესიაზე, თუ კერძო სექტორზე, თუ ქველმოქმედებზე, თუ არ ვიცი როგორ არის იქ ეგ ამბავი, რამდენად მძლავრი იყო და უკვე შემდეგ ნაწილში, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის გავლენაზე და მისგან გათავისუფლების მცდელობაზე, მინდა გადავიდეთ უკვე რა პოლიტიკური ნაბიჯები გახდა იმის საბაბი, რომ ეს მოცემულობა დამდგარიყო, ანუ როგორ იცვლის კურსს სომხეთის ხელისუფლება და როგორ ურთიერთობს აზერბაიჯანთან, თურქეთთან, დასავლეთთან და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ როგორ მოქმედებს რუსეთი, რა პრაქტიკა არსებობს სომხეთში. რუსეთი პრინციპში როგორც გითხარით 99 წელს რუსეთმა განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც მიითვისა მთელი სახელმწიფო სისტემა სომხეთში. მთლიანად ჯარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა ინსტიტუტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასე შემდეგ, ანუ მთლიანი პოლიტიკური ველი. ამავდროულად ამის შედეგად მოახერხა და რობერტ ქოჩარიანის და სერჟ სარქისიანის მეშვეობით მთლიანად წაიღო ყველაფერი რაც კი სომხეთში არის. სტრატეგიული ობიექტები, რკინიგზა, თბოელექტროსადგურები, ესე იგი მეტალურგია, მოკლედ ყველაფერი რაც კი რეალური სტრატეგიული მნიშვნელობის არის. გააფორმა სომხეთის ესე იგი დამორჩილება შეიძლება ითქვას ამ ორგანიზაციების მეშვეობით, როგორც არის კუხო, როგორც არის ევრაზიული კავშირი და ასე შემდეგ. ამავდროულად აიღო თავისი კონტროლის ქვეშ ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ინსტიტუტი სომხეთში, სომხური, რომელიც არ არის სახელმწიფოს ნაწილი, ეს არის ეკლესია
და ეს არის დაშნაკცუციონი. როცა დაშნაკცუციონს იქ ცოტა დუალური როლი არის. დაშნაკცუციონი სომხეთში მოქმედებს როგორც პარტია, მაგრამ სომხეთის გარეთ ძირითადად მოქმედებს როგორც სათემო დიასპორული და მათ შორის ლობისტური ორგანიზაციები. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მსხვილი ლობისტური ორგანიზაცია არის დაშნაკცუციონის. შესაბამისად, ეს დუალური როლი მას ნამდვილად გააჩნია. თუმცა სისტემა არის, რომელიც იღებს ბრძანებებს ცენტრიდან და ეს ცენტრი არის ბიურო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. საქმე იმაში არის, რომ ამ ორივე სისტემაში რუსეთის შესვლას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. ორივე სისტემა არის ავტონომიური. და ამ ავტონომიურ სისტემებს გარედან ვერ ცვლი. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ გათავისუფლება დაიწყო სახელმწიფო სისტემიდან. სახელმწიფო სისტემიდან როცა დაიწყო, ჩვენ ვხედავდით და დღემდე ვხედავთ წინააღმდეგობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დონეზე. მაგალითად, სპეცოპერაციის დაწყების წინა დღეს ფაშინებმა მოხსნა სუსის ხელმძღვანელი აბაზიანი. ეს რომელიც იყო და როგორც თავში ახსენებ, ის ვანეციანი არის, ის დიდი ხანი ახლა არის ოპოზიციაში. ეს აბაზიანი ახლა მოხსნა 10 დღის წინ, აი თუ 7 დღის წინ. და რატომ? იმიტომ რომ დიდი ალბათობით უარი თქვა ამ სპეცოპერაციის გამართვაზე. მას გააჩნია კონტაქტები, კომუნიკაცია, კავშირი, განათლებაც FSB-სთან. ანუ სომხური სუსი მთლიანად არის FSB-ს, ანუ KGB-ს გავლენის ქვეშ. შესაბამისად, ეს არის ყველგან პრინციპში პოსტსაბჭოთა სივრცეში, ანუ საბჭოთა კავშირი კი დაიშალა, KGB არ დაშლილა. შესაბამისად, ეხლა მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, ფაშინებმა მოხსნა ეს ადამიანი თანამდებობიდან მოადგილე, რომელიც არის 36 წლის. ანუ დაბადებულია 1989 წელს, რეალურად დამოუკიდებელ სომხეთში. დანიშნა დროებით შემსრულებლად, ჩაატარებინა ეს ოპერაცია, ანუ გენერალ-მაიორი არის, მისი ხელმძღვანელობით გაიმართა ეს ოპერაცია, რის შედეგადაც გუშინ დანიშნა უკვე სუსის ახალ ხელმძღვანელად. ანუ სომხეთის პირველი საკითხი იყო სუსი, მაგრამ სახელმწიფო უწყებები, როგორც გითხარით, რუსეთი ებრძვის ახლა სომხეთს დარჩენილი მექანიზმებით. დარჩენილი მექანიზმი არის ეკლესია, არის დაშნაკცუციონი, არის წინა ხელისუფლება, პოლიტიკური ველი, რომელიც სხვადასხვა პირებისგან შედგება, არის რა თქმა უნდა რუსი ოლიგარქები, არის მათ მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია სივრცე შიგნით, სომხური, ასევე არის რუსული პროპაგანდისტული მედია, გინ სომხეთში, გინ გარედან, მარგარიტა სიმონიანი, რომელიც ძალიან აქტიურად აქტიურობს ამ მიმართულებით, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. და პრინციპში კიდევ ბევრი რაღაცა, მათ შორის გაირკვა, რომ არქიმადრიდი ვაზგენ გალესტანიანი იძლეოდა ბრძანებას, რომ შექმნილი ტროლების და ბოტების ფაბრიკა, რომ სახელმწიფო გადატრიალების დღეს ყველგან დაიწეროს, რომ ამას ჩვენ ვაკეთებთ, რომ საზოგადოებაში შეიქმნას განწყობა, რომ სომეხმა ერმა გააკეთა ეს გადატრიალება, ანუ რომ ჩანდეს, რომ მასშტაბი არის ამის. შესაბამისად, ჩვენ მათ შორის იყენებენ ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორც არის ტროლები და ბოტები. ესეც საქართველოსთვის ჩემი აზრით აქტუალურია. კი, ძალიან ყველაფერი გავს ერთმანეთს. ხო, სხვათა შორის რუსეთში ვისი კომენტარი იყო ზუსტად არ მახსოვს, შესაძლოა ეს იყოს პესკოვი, იქ ეგეთი რაღაც პოზიცია ქონდათ, რომ ეს სომხეთის შიდა საქმეა, რატომღაც ახლა ეს გამახსენდა, როდესაც თქვი, რომ იქ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ, ანუ ეგეთი პოზიცია აქვს, რომ ვითომ რუსეთი არაფერ შუაში არ არის ხო ალბათ ნუ ესე პოზიციონირებენ ყოველ შემთხვევაში რუსეთში. ეს მოხდა მაგ კუთხით მართალი ბრძანებით პესკოვს აქამდე ქონდა ეგ განცხადება გაკეთებული, მაგრამ დღეს ლავროვმა გააკეთა განცხადება და თქვა რომ ჩვენ შეშფუთებული ვართ ეგ ცხადია ხა სომხურ ეკლესიაზე თავდასხმის გამო. ოკეი. ანუ წარმოუდგენელი, ანუ ლავროვი იცავს სომხურ ეკლესიას, ოღონდ რატომღაც კტრიჯნერსისიანი, ანუ ერთი მოქალაქე რომელიც იკავებს პატრიარქის თანამდებობას, მაგრამ სადაუარი მისი ლეგიტიმურობა, რატომღაც ხდება გაიგივება A-სა და B-ს შორის, როცა A არასდროს უდრის B-ს, A უდრის მხოლოდ A-ს. შესაბამისად, კტრიჯნერსიანი არის კტრიჯნერსიანი და ეკლესია არის ეკლესია, რატომღაც ამბობენ, რომ თავდასხმა ეკლესიაზე. უცნაურია. არ არის უცნაური, მაგასაც ხომ მივეჩვიეთ. აქ ჩვენთან დავაზუსტებ ამაზე რა, არარატ მირზოიანს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა მაგაზე მყისიერი პასუხი დღესვე. განაცხადა, რომ ჩვენ მოველით რეალურად ან უკეთესი იქნებოდა, კარგი იქნებოდა, რომ ლავროვი აღარ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში. ოკეი.
ხო, არ ვიცი, საკმაოდ ის არის, მყარად გამოიყურება ეს ყველაფერი, რაც ხდება და ძალიან ხმამაღლა და აშკარად ამბობს სათქმელს, რომ ჩვენ თქვენი მეგობრები არ ვართ, თქვენ არ ხართ ჩვენი ბატონები, უფრო ეს სწორი იქნებოდა და ღიად უპირისპირდებიან რუსულ ინტერესებს. ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში ეს პოლიტიკური სურათი, როგორც იკვეთება. და ხო, მოდი გავაგრძელოთ ახლა რა საფუძველი აქვს ამ ყველაფერს. მოდი ესეც ორად გავყოთ. ერთი მე მგონია, რომ დიდწილად ეს ყველაფერი უნდა ჩემი აზრით, არ ვიცი, მითხარი შენი, რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობა არ მგონია, რომ იყოს სახარბიელო, მისი პოზიციები რეგიონში სუსტდება. გულისხმობ უფრო ფართო სურათს, იქ სირიის მაგალითს შეგვიძლია ავიღოთ, ირანი აგერ ცხელია ჯერ არ გაციებულა, ალბათ ის ამბავი რა ქვია იქ, რაც დაიბომბა, მას გულისხმობ ბირთვულ ობიექტებს. ხო. აზერბაიჯანის ამბავი ძალიან ცხელია და ჯერ კიდევ ვარკვევთ რა ხდება იქა, დაიწყო რუსეთში აზერბაიჯანელების დაკავება და აქვე ძალიან მკაფიო პასუხი გასცეს დღეს, რაც ვნახე აზერბაიჯანელებმა და უთხრეს, რომ აქ დაიწყო პარალელურად, ანუ აქ გულისხმობ რატომღაც ესე ვიცი ხო, აქ ანუ კავკასიაში ჩვენთან, იქ ხო ბაქოში დააკავეს FSB-ს აგენტებიო, როგორც გავიცანი ინფორმაციას. მაგრამ ეხლა ხო, ეგ ვიცით, კი ბატონო. არიან თუ არა FSB-ს დამშრომლები, ეს უკვე შეფასების საგანი არის რეალურად. ანუ აქ мотиваცია არის, რომ ნამდვილად უნდა და კონტრ ნაბიჯის გადადგმა. და კონტრ ყველაზე ესეთი ხმაურიანი, სწორედ FSB-ს მიმართ სიგნალის გაგზავნა აღმოჩნდა და არა მხოლოდ ეგ ნაბიჯი, განცხადებებიც საჯაროდ გაკეთდა და ითქვა, რომ ხო, მათ შორის რაღაც სახელმწიფო მედიითაც გაკეთდა ეგეთი განცხადება, რომ პირდაპირ პუტინს მიმართეს თუ არ ვცდები და უთხრეს, რომ აქ რაღაცები ისე არ არის, ხო? წამყვანმა ერთ-ერთი არხი. საზოგადოებრივი მაუწყა. წამყვანმა, პრინციპში სახელმწიფოს პოზიციას აჟღერებს. ხო, აჟღერებს სახელმწიფოს. ხო, ერთ სიტყვით ჯერ ეგ არ ვიცით რა ხდება აზერბაიჯანში, რა იყო ჩვენ ჩაწერამდე ვსაუბრობდით, რომ კარგად გამოკვეთილი არ არის მიზეზი თავდაპირველი, რატომ დაიწყო თავად რუსეთში აზერბაიჯანელი ეთნიკური აზერბაიჯანელების დაკავება, ეს რაღაც მასობრივი პროცესი, რამდენიმე ათეულ ადამიანზეა, ხო? თუ არ ვცდები საუბარი. ათეული ადამიანი და ორი მოკლეს. და უკვე მსხვერპლიც არის ამ პროცესში და ცხადია ეგ მართლა ჯერ არ ვიცით. უცნაური ამბავი ხდება, ესაც გამოჩნდება, მაგრამ მოდი გავყვეთ. რეგიონში რუსეთის ინტერესები არის ცალსახად შესუსტებული, ირანი, სირია, აზერბაიჯანში ირევა სიტუაცია, სომხეთში აგერ ცხადია მთავარი თემაა ჩვენი საუბრის და ამაზე ვლაპარაკობ და ეს ყველაფერი ალბათ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება უკრაინაში, რუსეთს საკუთარი თავის ტკივილი გააჩნია, კი კუნთებზე იყურებიან და ვითომ არაფერი არ ხდება და ჩვენ წინ მივიწევთ თუ ამტკიცებენ, მაგრამ ესე არ არის და ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ უკვე გაკეთდა განცხადებები, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა შეამცირონ თურმე, იმიტომ რომ კატასტროფა ხდება მათ ეკონომიკაში, უდიდესი დეფიციტი გააჩნიათ და უდიდეს ხარჯებს ეწევიან, მთლიანად ჩამოკიდეს ეკონომიკა სამხედრო ინდუსტრიაზე და ბევრი პროგნოზი გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. უკვე 2 და 3 წელია ამაზე ხალხი საუბრობს, რომ ეს აუცილებლად მიიყვანს რუსეთს ძალიან დიდ კოლაფსამდე მის ეკონომიკას და ხო, ანუ ამის ანალოგებიც არსებობს. აი ამ ფონზე სომხეთში ხდება ეს პროცესი, მაგრამ ამას თან ახლავს თურქეთთან ურთიერთობების აღდგენა, ასე ვთქვათ, ნორმალიზების, კი ბატონო, ეს თქვენ დაასათაურეთ როგორც ხნებავთ. ვნახეთ არაერთი ხმაურიანი ვიზიტი ფაშინიანის, იყო მაკრონთან შეხვედრა, თუ სწორად მახსოვს, ცოტა ხნის წინ, არც ისე დიდი ხანი არ არის გასული, იყო შტატებში ვიზიტი, ხო, ხომ არ მეშლება და კაია კალასი ვნახეთ კიდევ დღეს არის იქ, გუშინ ჩავიდა. ანუ გრძელდება ეს ვიზიტი კიდევ. ხო, აქ ყველაფერი ძალიან გასაგებად ლაგდება კურსის ნაწილში. მოგვიყევი თქვენ როგორ ხედავთ აი ამ ცვლილებებს, რა არჩევანს აკეთებს ახლა რუსეთთან ურთიერთობაში და ზოგადად საკუთარი სახელმწიფოებრიობის ნაწილში სომხეთის ხელისუფლება. სომხეთისთვის პრიორიტეტული ამ ეტაპზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი სუბიექტურობის, სუვერენიტეტის გამაგრება.
უცნაურია, როცა საქართველოში საუბრობენ სუვერენიტეტზე, იმიტომ რომ სომხეთის სუვერენიტეტი არის ერთადერთი სახელმწიფოსგან სუვერენიტეტი, ეს არის რუსეთი. თურქეთიდან და აზერბაიჯანიდანაც კი სუვერენიტეტის პრობლემა არ დგას. ანუ იმიტომ რომ თურქეთი და აზერბაიჯანი შიგნიდან არ მართავს სომხეთს. მას შეუძლია გარედან იმოქმედოს, პირობითად ომში იყოს ჩართული რაღაც ზეწოლა მოახდინოს, მაგრამ შიდა მტერი ერთადერთი, რომელიც ემუქრება აი შიდა პროცესებს, არის რუსეთი. ამიტომ მიზანი არის რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ არის მიზანი. ეს არ იქნებოდა ეხლა თურქეთთან თუ ნორმალიზებას ცდილობ და აზერბაიჯანთან ნორმალიზებას ცდილობ სომხეთის პირობებში, როდესაც ჩვენთან განსხვავდება ვითარება 20% ოკუპირებული გვაქვს, მაგრამ იქ რატო უნდა დაძაბო რუსეთთან? ამიტომ ფაშინიანი მკვეთ განცხადებს არ აკეთებს, არ ამბობს რომ კგბ-ს ვებრძვი, მაგრამ მისი გუნდი ამბობს და ეხლა ყველას ესმის რომ ფაშინიანს არ ჭირდება ეს, იმიტომ რომ პირველი პირია. ძალიან გასაგებია რომ დღეს სომხეთი ცდილობს დივერსიფიკაციას. მათ შორის ძალიან დაახლოებული არის ევროკავშირთან, ძალიან დაახლოებული არის შეერთებულ შტატებთან, ინდოეთთან ცალკე ტრეკზე მუშაობს. პრინციპში საფრანგეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, ცდილობს ურთიერთობის აღდგენას თურქეთთან და ნორმალიზებას. იყო ისტორიული ახლა ვიზიტი სტამბოლში, სადაც პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა. არის მცდელობა, რომ მათ შორის იყოს თურქეთის პოზიტიური გავლენა აზერბაიჯანთან ნორმალიზების კუთხით, იმიტომ რომ აზერბაიჯანს არ უნდა ნორმალიზაცია. ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება სომხეთის დათმობების ხარჯზე მზად არის ამ მშვიდობა, აზერბაიჯანი ამბობს, რომ ამას ხელს მოაწერს მხოლოდ როცა შეიცვლება კონსტიტუცია, რომელშიდან იქნება ამოღებული პრეამბულა, რომელშიც წერია დეკლარაციაზე მიმართვა დამოუკიდებლობის, რომელშიც წერია მთიანი ყარაბაღი. ანუ რეალურად არის საკმაოდ ტექნიკური საკითხი, რომლის მოგვარებასაც შეიძლება დაჭირდეს წლები, შეიძლება ერთი წელი მაინც შემდეგ არჩევნებზე დაუშვათ თუ რეფერენდუმზე გაიტანეს ახალი კონსტიტუცია. შესაბამისად, გამოდის რომ აზერბაიჯანი წელავს ამას და აგრძელებს ძალიან მავნებლურ პროპაგანდას, მათ შორის მთელ სომხეთს უწოდებს დასავლეთ აზერბაიჯანს. ანუ ცდილობს აგრესიული ნარატივები გააგრძელოს და ამის ფონზე სომხეთი ცდილობს რომ თურქეთთან რომელთანაც სხვა ტიპის ინტერესები არსებობს, ცდილობს სწორედ იქ გააუმჯობესოს ურთიერთობები, რომ ეს აგრესიულობა ჩანაცვლდეს კონსტრუქციული პოზიციებით. მით უმეტეს, როცა ირანში ასეთი პროცესები ხდება, ირანის მიერ ლოგისტიკური კავშირები დღეს აღარ არის მყარი და აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის და თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის კომუნიკაციები სომხეთს თავაზობს, რომ გაგიხსნით, ოღონდ სუვერენიტეტის დაცვით. და არა როგორც აზერბაიჯანი ითხოვს. მინდოდა მეკითხა, კარგად მინდა რომ ავხსნათ რას გულისხმობს თურქეთთან აი ეს ხელახალი ურთიერთობები და ნორმალიზების მცდელობა, რა ინტერესს ემსახურება. ხო, აი ტრანზიტი ახსენა და უკავშირდება იმას, რომ სომხეთს აქვს მიზანი, რომ თურქეთთან იყოს დიპლომატიური ურთიერთობები. დღეს არ არის საერთოდ, ანუ არ ყოფილა არასდროს. და ასევე არ არის დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანთან. იქ უნდა სამშვიდობო შეთანხმება დაიდოს, რომ იყოს დიპლომატიური ურთიერთობები. აქ არაფერი აღარ უშლის ხელს დიპლომატიურ ურთიერთობებს, თუმცა აზერბაიჯანი აიძულებს გარკვეულწილად თურქეთს, რომ სანამ მე არ მოვაწერ სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ აფერხებს ასე. ხო, არ მოაწეროთ დიპლომატიურ ურთიერთობებს ხელი ამ შემთხვევაში. და პრაქტიკულად გამოდის, რომ იგივენაირად ერთი წლით მინიმუმ იწელება ეს პროცესი თურქეთთანაც, რაც საკმაოდ ნეგატიურია. ამიტომ ფაშინიანი ცდილობს ცალ-ცალკე მათთან ურთიერთობის დალაგებას. ამავდროულად ეს ყველაფერი გამომდინარეობს მათ შორის იქედან, რომ საქართველოსთან არის ძალიან რთული ვითარება. ამაზე გადავალ, თურქეთთან ურთიერთობის ინტერესზე გულისხმობ, ანუ რატომ არის სასარგებლო გარდა იმისა, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, რა ინტერესი არსებობს ამ ყველაფრის მიღმა ორივე მხარისთვის. გულისხმობ გზას, ტვირთების გადატანას, ასე შემდეგ. ეს მინდა რომ კარგად ამიხსნათ. ანუ რატომ არის ეს ურთიერთობა მონგებიანი დღეს ყველა მხარისთვის? უკვე ახსენი თურქეთისთვის რატო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აზერბაიჯანთან და ცენტრალურ აზიასთან კომუნიკაცია გადის და რეალურად თურქეთის ერთადერთი კომუნიკაცია დღეს გადის საქართველოზე. თუმცა დღეს როცა ჩვენ ვამბობთ საქართველოს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის რუსეთის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით. ამიტომ ეს ერთი ფაქტორი არის, რომელიც თურქეთსაც ძალიან კარგად ესმის. და მეორე მომენტი არის, რატო აწყობს ეს სომხეთს, იმიტომ რომ იგივე საკითხი არის
თუ იქნებოდა საქართველოს ევროპულ გზაზე ევროკავშირის წევრი პირობითად არაფერში არ ჭირდება სომხეთს პირდაპირ თურქეთთან საზღვრის გახსნა ეკონომიკურად, იმიტომ რომ საქართველოს გავლით ზუსტად იგივენაირად ჩვეულებრივ დაკავშირდებოდა ევროპას და ანუ ყველაფერი იქნებოდა იდეალურად. მაგრამ რუსეთი ისევ საქართველოს მეშვეობით ბლოკავს ამ შესაძლებლობებს და შესაბამისად სომხეთს ჭირდება საქართველოს ალტერნატივის მონახვა რეგიონში. ეს ვერ იქნება აზერბაიჯანი, ვერ იქნება ირანი, ერთადერთი ვარიანტი არის თურქეთი. ისიც ძალიან რთული ვარიანტია, იმიტომ რომ ჯერ ისტორიული რა პროცესები არის, მეორე კიდევ აზერბაიჯანზე ვთქვი, რომ აზერბაიჯანი იქ ცდილობს შეაფერხოს ეს პროცესი, მაგრამ აქ არის დასავლეთის როლიც, დასავლეთიც ცდილობს თურქეთის და სომხეთის ასე ვთქვათ შერიგებას. რატომ? იმიტომ რომ დასავლეთი რასაც საქართველოს ეუბნება, საქართველოს დღეს დასავლეთს ისე ექცევა, როგორც არავინ არ ექცევა. არც თურქეთი ექცევა ესე დასავლეთს, რომელიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოა. თურქეთმა პირიქით ძალიან ნორმალიზება დაიწყო და იქ ევროკავშირის წევრობაზე არც რუსეთი ექცევა ესე სიტყვიერად თუნდაც ესეთ შეფასებებს აკეთებს. ბელორუსიც კი არ აკეთებს. ჩრდილოეთ კორეაც კი სადღაც თავს იკავებს გულწრფელად. ან ჩვენ მარგინალური ქვეყანა გავხდით, რომელიც დღეს უაზროდ, უშინაარსოდ დასავლეთს ლანძღავს გაუგებარი მიზნებისთვის, ანგრევს ნდობას, ანგრევს საკუთარ იმიჯს და გაუგებარია საერთოდ, ანუ ეს სარგებელი აქ ხო არაფერი არის, უბრალოდ ზიანის მეტი არაფერია და რა თქმა უნდა ამ ვითარებაში სერიოზულად პრინციპში საქართველოს არავინ ვერ შეხედავს. მათ შორის თურქეთი და აზერბაიჯანი. რატო? იმიტომ რომ ერთ დღეს შეუძლია რუსეთს საქართველოს მეშვეობით მათთანაც ივაჭროს. სომხეთთანაც, ანუ საქართველო არის ინსტრუმენტად გადაქცეული რუსეთის ხელში. ივანიშვილის მეშვეობით. ეს არის კატასტროფა ჩვენთვის, იმიტომ რომ აქ საპირისპირო პროცესები უნდა ყოფილიყო. სომხეთთან სინერგია, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთობლივი ისეთი ინიციატივები, რომ პირიქით საქართველოსთვის ეს სასარგებლო ყოფილიყო ჩვენი სუვერენიტეტისთვის. წარმოუდგენელი ანტისახელმწიფოებრივია რაც ხდება ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახელმწიფო, როცა სომხეთი ეხლა ყალიბდება ძლიერ სახელმწიფოდ, აზერბაიჯანი ჩამოყალიბებულია, თუმცა ავტორიტარულად, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ძლიერი მართლობა არის იქ საქართველოში. ავტორიტარული ძლიერი მართლობა კი ყალიბდება, მაგრამ აქ დაცლილი არის ეს სუვერენიტეტის გაგებისგან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის სუვერენიტეტი. აქ ამ ბიძინა ივანიშვილის სუვერენიტეტში ვერავინ ვერ გაბედავს რუსეთის ერთი აგენტის დაკავებასაც კი, რაც ახლა ალიევმა გააკეთა, ასე რომ სუვერენიტეტი, რასაც ვამბობთ ჩვენ, ან ფაშინიანმა რაც გააკეთა ახლა, ხო? ვერავინ ვერ გაბედავს საქართველოში ამის გაკეთებას. ასე რომ სუვერენიტეტი თუ არის, რომ ამერიკას და ევროკავშირს ლანძღავ ეგ არ არის სუვერენიტეტი. შენი მტერი ვინ არის აქ? ოკუპანტი ვინ არის? ამერიკა და ევროკავშირი? თუ რუსეთი, რომელიც 40 კილომეტრში იმყოფება აქედან და არასდროს არ გაუკეთებიათ განცხადება ისეთი როგორც დღეს გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩვენს შიდა საკითხებში ნუ ერევით მარტივად. ესეთი განცხადება ვერ იპოვით თქვენ ქართული ოცნებისგან და დასავლეთის მიმართ ასეთ განცხადებას რამდენს იპოვით? დღეში რამდენს იპოვით? ხო, რთულია რომ არ დაგეთანხმო, აბსოლუტურად გეთანხმები მაგ შეფასებაში, რაც ახლა მოვისმინე. გიორგი, როდესაც ახსენე სიტყვა ბლოკავს, ამაში კონკრეტული ამბები იგულისხმება, როგორც ვიცი. მოგვიყევი რა ხდება და როდიდან დაიწყო პრობლემები საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე ტვირთების გატარების მხრივ. რა კონკრეტულ სეგმენტზეა საუბარი და რამხელა პრობლემაა დღეს ეგ. პრინციპში როგორც ვიცი, დაახლოებით 5 წელია არის გარკვეული პრობლემები ალკოჰოლზე. თუმცა რამდენად ეს მასშტაბური იყო, სავარაუდოდ არ იყო მასშტაბური, რადგან არ გაჟღერებულა. აპრილის შუა რიცხვებიდან ეს გახდა უკვე სისტემური, მასშტაბიანი, ფართო პრინციპში და შესაბამისად გაჟღერდა უკვე მედიაში. ანუ პრაქტიკულად 2 თვეზე მეტია ეს ალკოჰოლს ეხება. ეს ბოდიში ალკოჰოლი რომელიც შემოდის საქართველოს საზღვარზე და მიდის სხვადასხვა ქვეყნებში თუ რუსეთში მხოლოდ. კონკრეტულად რუსეთში ეს ალკოჰოლის რაც მიდის, თუმცა ალბათ არა მარტო რუსეთში რეალურად, მათ შორის დასავლეთშიც, მაგრამ ალკოჰოლის შემოსვლის პროცესი არის. მან იყო ესეთი მომენტი, რომ მე მოვიკითხე ეს თემა კარგად, იყო რომ ზოგ ალკოჰოლს უშვებენო და ზოგს არა, იმიტომ რომ შიგნით არის რაღაცა აღმოჩენილი შესაძლოა და ამიტომ სტანდარტს არ შეესაბამება. ეს ტექნიკური სფეროა, ჩემთვის რთულია ამის კომენტირება, თან არ მაქვს მონაცემები, ამიტომ მე ჩავთვალე, რომ შეიძლება ეს ლოგიკური არგუმენტი იყოს. თუმცა 3 დღის წინ მე ახლა ვიყავი სომხეთში და ზუსტად იქ გავიგე
ბევრი ადამიანისგან, რომ უკვე შეზღუდვები არის ყვავილზე, ყვავილების ტრანზიტზე და თევზეულის ტრანზიტზე. მე ვარაუდობდი, რომ ეს ბლოკადა იქნებოდა, იმიტომ რომ შინაარსით დღეს საქართველოს ხელისუფლების არის ანტიდასავლური, პრორუსული და შესაბამისად რუსეთს რა მეთოდებით შეუძლია, აი როგორც ჩვენს წინააღმდეგ თავის დროზე რომ დეპორტაცია მოაწყო ქართველების და ასე შემდეგ, იგივე მეთოდებით ახლა შეიძლება დეპორტაციას მოაწყოს სომხების. შეიძლება აი რაც აზერბაიჯანელებს გაუკეთა, იგივე გააკეთოს. და შეუძლია რა თქმა უნდა საქართველოს, იმიტომ რომ სომხეთი ძალიან მნიშვნელოვნად დაკავშირებულია საქართველოსთან. თან ორი საზღვარი აქვს გახსნილი საქართველო და ირანი. და დღეს ირანში რა ვითარებაც არის ძალიან კარგად იცით, ასე რომ საქართველოსთან, რომელიც სტრატეგიული პარტნიორია და ქართული ოცნების პირობებში 2024 წელს იანვარში ხელმოწერა მოხდა სტრატეგიული პარტნიორობის, სადაც წერია რომ ერთობლივ ევროპულ ფასეულობებს მხარეები იზიარებენ. სტრატეგიულ პარტნიორს დღეს საქართველოს ზურგში არ ტყავს დანას, რომელიც ცდილობს რუსეთისგან გათავისუფლებას. აი, საერთოდ რომ არ იცოდე არაფერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მარტო ის ფაქტი, რომ სომხეთი ცდილობს გათავისუფლდეს რუსეთიდან, რაც ჩვენთვის, აი მე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ რეზერვში ვიყავი. ჩვენთვის ზუსტად ვიცი, ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის, უსაფრთხოების პოლიტიკისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სომხეთი გათავისუფლდეს რუსული გავლენებისგან და სომხეთიდან გავიდნენ რუსული ბაზები, რომ ჩვენ ზურგში, საქართველოს ზურგში არ იყოს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა. ისედაც ჩვენს წინ ცხინვალში და სოხუმში ბევრია და საფრთხეა ჩვენთვის. ხო და ამ ვითარებაში იმის ნაცვლად რომ საქართველოს ხელი შეუწყოს ამას ხელს უშლის. და ეხლა მე მიჩნდება კითხვა, უბრალოდ ანალიზიდან, ეს ხო არ არის რაღაცა დახურული ინფორმაცია. საქართველოს ვინ მართავს დღეს, თუ საქართველოს აკეთებს იმას, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის. ეს უბრალოდ არის აი ერთი კონკრეტული ფაქტი და ამავდროულად რა თქმა უნდა სომხეთშიც ძალიან უჭირთ ამ ყველაფრის გააზრება. სომხეთში როგორ რეაგირებენ ამ ბოლო პროცესებზე? ანუ ჩვენ აქ საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა რა ხდება ნაწილმა და ნაწილმა ვინც გაიაზრა შოკიდან ვერ გამოდივართ, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსი ვიზეიმეთ რა, ანუ ქუჩაში ვიყავით და რა ვიცი, აბსოლუტურად სხვა რელსზე ვიდექით და ძალიან უცებ წამოვიდა ეს ფორსირებული ცვლილებები და ამას მოყვა ძალიან მძიმე პროცესი, ხო? რა ვიცი, მე აი აქ რო ვზივარ, იმიტომ რომ ავდექი და დავტოვე ის სამსახური, რომელიც ხელისუფლების ინტერესს ემსახურება და აღარ მუშაობ ტელევიზიაში. არ მინდა, იმიტომ რომ მე სხვა რელსზე ვიდექი ამ ქვეყნის მიმართულებასთან ერთად და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი და როცა ვხედავ ამ ყველაფრის საფასურს, რა ხდება საპირისპიროდ, ცხადია რომ ჩემი დასკვნები გამომაქვს, ხო? და ძალიან ბევრი ადამიანია ჩემნაირად აი ამ განცდით დღეს და პროტესტში და ასე შემდეგ, ხო? საინტერესოა სომხეთიდან როგორ ჩანს ორივე მხარე. ერთი ის რომ საქართველოში ეს პროცესი საზოგადოების განწყობაზე გეკითხები ამ შემთხვევაში და არა თქვათ ის რაც თქვენ უკვე ისაუბრეთ. ხო, საზოგადოება როგორ რეაგირებს ამაზე, რაც ხდება აქ მართლ რგოლში ასე ვთქვათ და მეორე მხრივ პროტესტს რამდენად გულშემატკივრობენ. მე ჩემი აზრი რომ გითხრა, მე ძალიან გულშემატკივრობ ახლა სომხეთში მიმდინარე პროცესს, ძალიან გულშემატკივრობ. იმიტომ რომ ძალიან ერთმანეთთან კავშირში ვართ, რაც თქვი და მე მგონია რომ თუ რუსული ინტერესი შემცირდება რეგიონში, შემცირდება სომხეთში, მათი გავლენა უბრალოდ ინტერესი სხვა რამეა, ეს ჩვენთვის არის სასარგებლო ცხადია და ჩვენ ერთად შეგვიძლია რომ უკეთესი მომავალი შევქნათ. აქედან გამომდინარე, ხო, იქ რა განწყობები არის, ხო, საინტერესოა. იქ განწყობები მკაფიო არის საქართველოს ევროპულ მომავალზე არის აშენებული და დაშენებული სომხეთის ევროპული მომავალი. თურქეთი რომ ევროპულ მომავლის მიმართულებით ახლო პერსპექტივაში და შესაძლოა საერთოდ არაპირებს მოძრაობას, ეს ცალკე თემა ახლა არ ჩაუგმავდები, მაგრამ თუმცა მანდაც არის რაღაცა განცხადებების დონეზე არის, მაგრამ ქმედებების დონეზე ახლა ერდოღანმა რაც გააკეთა იმამოღლუს მიმართულებით მაგალითად
სტამბულის მერის მიმართულებით რომ დააკავა, რა ვითარებაც არის შექმნილი, მოკლედ იქ ძირითადად თურქული კავშირის ინტეგრაცია მიმდინარეობს. ეხლა იმას ვამბობ, რომ არანაირ რეალისტურ პერსპექტივაში საუბარი ადამიანის უფლებების და კანონის და საუბარი ღირებულებების ნაწილში არა, თუმცა იქ ორმხრივი ინტერესი შეიძლება გაჩნდეს განსაკუთრებით ევროკავშირის ინტეგრაცია ისე არ ხდება. არიღებენ ეგ ფაქტია. ერთი უნგრეთი გახდა ავტორიტარული უკვე წევრი იყო და რამხელა პრობლემა არის. მოკლედ ეგ შესაბამისად სომხეთში იაზრებენ, რომ ერთადერთი რეალური პერსპექტივა ევროპული ინტეგრაციის არის საქართველო. და რასაც საქართველოში ხედავენ დღეს, არიან შოკში, პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ არ ელოდნენ ამას. მიუხედავად იმისა, რომ მე ვაფრთხილებდი საჯაროდ ბევრჯერ ინტერვიუებში, რომ ეს აქ ის არ არის, რაც თქვენ გონიათ, რომ ისეთი მართლობა არ არის, რომელიც გარედან ჩანს, იმიტომ რომ აქ არის ძალიან უცნაური მართლობა შექმნილი, რომელსაც შეუძლია ერთ დღეს ნებისმიერი განცხადების გაკეთება. ანუ არანაირი ლოგიკური ბმა, ჯერ პრემიერ-მინისტრი ვინ გვეყოლება, ხვალ ისიც არ ვიცით ქვეყანა, ხო? ეგ წარმოუდგენელი ამბავი არის. ზოგადად, ნებისმიერ საპარლამენტო ქვეყანაში, სომხეთში რო ფაშინიანი არის, იცი ხვალ იქნება ფაშინიანი. იმიტომ რომ პასუხისგებელი არის ფაშინიანი. აქ ვინ არის პასუხისგებელი? კაცმა არ იცის, ხვალ აგ დღესაც ვიღაც მინისტრი, განათლების მინისტრი. ანუ შესაბამისად, შენ მაგიტო სომხეთის ლოგიკა არის ის, რომ კატასტროფა რაც ხდება საქართველოში, ამიტომ სომხეთის ევროპული ინტეგრაცია არის გაჩერებული პირდაპირ. პროტესტზე როგორ რეაგირებენ ხოლმე? პროტესტზე მეტწილად დადებითად, მაგრამ ეხლა რო გითხრათ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ან რაღაც ხშირად განიხილავენ, ის პროტესტი ეხლა არ არის იმ მასშტაბის. როცა იყო ეს პროტესტი, მათ შორის ცდილობდნენ მაქსიმალურად მხარდაჭერას, ანუ იმ რაღაც სოციალურ ქსელების დონეზე, რომ ევროპული ერთობლივი ევროპული ინტეგრაცია, მაგრამ მაგაზე მეტის გაკეთება არც შეუძლიათ. ნიუსი მაგ გიორგი, ამ წამს გავხსენი, ევროკავშირმა სომხეთთან ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დიახ. ჩვენერი ამბავია. არა მხოლოდ ეგ, კაია კალასის ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი დოკუმენტი, კერძოდ დაიწყო სომხეთის და ევროკავშირის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მათ შორის იგეგმება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერება, რომელიც იქ არსებობს აზერბაიჯანთან საზღვარზე, იგეგმება ინვესტიციები სომხეთში, მათ შორის სიუნიქის რეგიონში, აი მოწყლადი რეგიონი ყველაზე, სადაც ეგრეთ წოდებული კორიდორი, ზანგეზურის კორიდორის თემა არის წამოწეული, იქ ევროკავშირი აშენებს ავტობანს ტუნელების სისტემით. Nvidia ყველაზე დიდი კორპორაცია მსოფლიოში ამერიკული თან 500 მილიონიანი ჩიპების ინვესტიციას დებს. მოკლედ დასავლეთი ცდილობს სომხეთის გაძლიერებას, იმისთვის რომ სომხეთი არ დაეცეს და მე მინდა ვთქვა, რომ სომხეთი იმიტომაც ჭირდება დასავლეთს, რომ არ დაეცეს, რომ მათ შორის საქართველოს არ დაეცეს საბოლოოდ. უბრალოდ დაცემული კი ვართ, მაგრამ რო არ გავქრეთ ამ რუკიდან, იმიტომ რომ თუ სომხეთი დაეცემა, მაშინ კავკასიის საკითხი მოგვარდება, კი. ეს ბუნებრივია და კიდევ კარგი, რომ როცა ჩვენ გვიჭირს, ეხლა სომხეთი არის ძლიერად. იმიტომ რომ დიდი ხანი იყო, უფრო დიდი ხანი იყო, როცა საქართველოს იყო ძლიერად და სომხეთს უჭირდა. და იმ დროს ის რომ სომხეთს საზღვარი არ ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ ანუ საქართველოს გადაარჩინა სომხეთი. რო ჰქონოდა საზღვარი, დიდი ხანია იქნებოდა რუსეთის ერთ-ერთი რესპუბლიკა ცხადია. ანუ წარმოუდგენელია უბრალოდ. ხო, ნუ არ ვიცი, ყველაფერი ხელის გულზეა პრინციპში, ანუ გიორგი რა არის, იცი, მე ვცდილობ რომ იქიდან გამომდინარე პატარა აუდიტორია ყავს, ხო? ყოველთვის ვისაუბრო ხოლმე ისეთ თემებზე, რაც არ ხდება უფრო მასობრივ საინფორმაციო სივრცეში და მე მგონია რომ ეს თემა, ის რაზეც ჩვენ ახლა უკვე საათზე მეტია ვსაუბრობთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, ცხადია სომხეთისთვის რომ არის ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ამ თემის თავშივე ამით დავიწყე საუბარი, რომ მედია ამას კლავს. ანუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ცდილობენ რომ ამ თემას ან საერთოდ არ შეეხონ, ან კიდევ შეეხონ აბსოლუტურად სხვა ჭრილში, რომ იქ თურმე სომხეთში ფაშინიანს რაღაცა ინტერესი აქვს ეკლესიასთან და აბა ეკლესიაში ვიღაცების დაკავება ხდება და პირდაპირ ჰედლაინები გამოდის ესე ფაშინიანი ეკლესიის წინააღმდეგ, რაც არის სრული დეზინფორმაცია და რეალურად ამ ამბავს აქვს აბსოლუტურად სხვა ფონი. და ეს არის გაცილებით დიდი ამბავი ჩვენთვისაც, სომხეთისთვისაც და რეგიონისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, მე მგონია რომ ბევრი საინტერესო რამ მოვისმინე თქვენგან, რაც
ჩემი მაყურებლებისთვისაც იქნებოდა ალბათ ახალი და საინტერესო. ხო, და ყველა ერთად დავფიქრდეთ, მოკლედ, სად მიდის ეს ჩვენი ქვეყნები, სად უნდა მიდიოდეს, ვინ რა არჩევანს აკეთებს, ავიღოთ მაგალითები ყველაფრიდან და ასევე მგონია, რომ დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთი რამე ცხადად უნდა გაიაზროს. რასაც ებრძვიან პრინციპში და საწინააღმდეგოს კარნახობს ჩვენ საზოგადოებას პროპაგანდა, რომ რუსეთი არის უძლეველი და ასე შემდეგ. არ არის ეგრე. ფაქტია, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი პრობლემები. ფრონტზეც უკრაინაში წამოიწყეს ვითომ რაღაც ეს საფხულის კამპანია უნდა ყოფილიყო დიდებული და უნდა დაეკავებინათ იქ უზარმაზარი ტერიტორიები, მაგრამ ეგრე არ ხდება. პირიქით, ბევრ მონაკვეთზე უკრაინა კონტრშეტევებზე მიდის, მცირე კონტრშეტევებზეა საუბარი და აჩერებენ ეს ასე რომ ვთქვათ და არ აქვთ მათ მნიშვნელოვანი წინსვლა, ეს დასტურდება, მათ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ და კიდევ უფრო მეტი ექნებათ ეკონომიკაში და არ ვიცი, თანდათან რუსეთის საზოგადოებაშიც იზრდება უკმაყოფილება პირველ რიგში შეუსრულებელი მისიების და უდიდესი ადამიანური მსხვერპლის გამო. აქედან გამომდინარე, რუსეთის პოზიციები საგარეო თუ საშინაო ველზე არ არის მყარი და ყველა მათ შორის მაგალითებით რაც გარშემო ხდება, უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, რომ მათი გავლენები შესაძლებელია რომ აქაც შესუსტდეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება ამისი ნება და მზაობა და არ ვიცი. მე მგონია რომ აქაც უნდა გააქტიურდეს პოლიტიკური პროცესი, უფრო უნდა მომძლავრდეს პოლიტიკური პროცესი იმისთვის რომ თავი დავიცვათ აი ამ კატასტროფისგან, საითაც მივდივართ და ვკარგავთ აბსოლუტურ შესაძლებლობას. ხო, აი გიორგი მახსენა სუსის უფროსად დანიშნესო ადამიანი სომხეთში, რომელიც 99 წელს დაიბადა და დამოუკიდებელ ანუ არ იყო ის საბჭოთა პერიოდში დაბადებული, მეც 99 წელს დავიბადე და მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს განცდა, რომ ამ ქვეყანასთან ერთად ვიზრდები და ზუსტად იმას აქში ვარ, რომ როდესაც უკვე შედეგები უნდა მივიღოთ და ამ დროს ქვეყანას უჩნდება პერსპექტივა და უცებ გართმევენ აი ამ პერსპექტივას, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან ბევრი იშრომე, არის კატასტროფა და ეს ყველამ უნდა შევიგნოთ, ასე მგონია. მე მაქვს ჩემი ფორმატი და მაქვს ეგ თავისუფლება, რომ რასაც მე ვფიქრობ, ეგ თქვა ხოლმე. აქედან გამომდინარე, ეს მომინდა რომ მეთქვა. ძალიან სამაგალითოა, ძალიან მაგარია ის ამბავი, რაც სომხეთში ხდება. მე ძალიან გულშემატკივრობ. წარმატებებს უსურვებ რუსეთის გავლენების დამარცხებას აბსოლუტურად ყველგან, განსაკუთრებით ჩვენ მეგობარ და მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორებში, რაც აქვე ვახსენეთ. დაველოდოთ პროცესები როგორ განვითარდება, ასევე დაველოდოთ რა მოხდება აზერბაიჯანში, მანდაც იძაბება როგორც თქვით რუსეთთან ურთიერთობები და დიდი მადლობა ვინც თვალი გვადევნეთ, დიდი მადლობა ვინც გამოგვიწერეთ და გამოგვიწერთ. დატოვეთ კიდევ ერთხელ გეტყვით კომენტარები და მხარი დაგვიჭირეთ ფინანსურადაც იქნება ვიდეოს ქვეშ განმარტებაში ჩვენი მონაცემები, ვისაც გსურთ დონაცია. ნახვამდის დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე.